როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ევროკავშირის შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო ევროპის სახალხო პარტიის მიერ სტუმრის სტატუსით მიწვეული ექს-პრეზიდენტი სტრასბურგში კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა. ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დაინტერესდა, რატომ არ დაესწრო რატიფიკაციის პროცესს მთავრობის ხელმძღვანელი ღარიბაშვილი. აქ იყო დიდი კამათი, უნდა მოხდარიყო თუ არა რატიფიკაცია საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენც ვიცით რა პრობლემებია საქართველოში და ჩვენ ვარწმუნებდით ბოლო კვირების განმავლობაში, მე თვითონ მქონდა წინა 3 წელი სახალხო პარტიის, სადაც ძალიან ბევრი ლიდერი ესწრება, ამაზე გამოსვლა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, უნდა მოხდეს რატიფიკაცია, იმიტომ რომ არა რატიფიკაცია გაუხარდება საქართველოს ტერს და მათ ვინც მათ ინტერესებს ემსახურება საქართველოში. საქართველოს ყოველთვის იყო 5-ოსანი და 10-ოსანი ამ პროცესების. რამდენჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე. ფაქტია, რომ 3-იანზე ძლივს ვქაჩავთ ახლა, ხო? მე ვიხარო და ხოლმე ამ ქალაქს ჩამოსვლა, იმიტომ 5-ოსნები ვიყავით. არ მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს 2-osანი. ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყნის ლიდერები და ეს არის და ეს